ჩვენ გავიმარჯვებთ. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ეს ბათუმია. საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან ისო მოქალაქეები პროევროპულ საპროტესტო აქციაზე, უწყლოდ საპროტესტო აქციაზე, რომელიც გრძელდება არაფერ დიდ ქალაქებში, როგორც არის ბათუმი და თბილისი, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში დღეს ისმის პროტესტის ხმა და მოქალაქეები ძალიან მკაფიო მოთხოვნა პირველ რიგში თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს, თავისუფლება სინდისის ტყვეებს. რომელთა რაოდენობა იზრდება, თქვენი ცოტა დაპატიმრების ახალი სერიაც მოეწყო ქართული ოცნების მთავრობამ, მათ შორის ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, მაშინ როცა ეს ჯდება, როგორც იურისტები გამარტავენ, უფლებადამცველები და ამის აჩვენებს ევროპული პრაქტიკა ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ამ დროს ოცნებამ ჯერ დააკავა 23 წლის სტუდენტი მეგიდი ესამიძე, ის მართალია გაუშვეს გირაოთი, მაგრამ გრძელდება მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა, მაშინ როცა ფიზიკურ ძალადობასა და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ოცნების მხარდამჭერი ორი კაცი ისე გაათავისუფლა ოცნებამ, რომ მათ ბრალიც კი არ წარუდგინეს და საერთოდ არც კი დაწყებულა სისხლისამართლებრივი დევნა. ასევე ელენე ხოშტარია კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერი დააკავა ოცნების მთავრობამ. ის რჩება საპატრონო დაწესებულებაში, მასაც ედავება გამოძიება ბანერზე, კახიკალების ბანერზე წარწერის დატოვებას და ედავება უძრავი ედავება სინივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით. ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელია, ეს რჩება პატიმრობაში, მას შეუზღუდეს ორი თვით სატელეფონო საუბრების და პაემინების უფლება, ანუ იმის რომ შეხვდეს ამ საპატიმრო დაწესებულებაში, ამის უფლებაც კი შეუზღუდეს ლევან ხაბეიშვილს. შესაბამისად გრძელდება ეს საპროტესტო აქციები, რომელიც უკვე ცნობილია როგორც პროევროპული საპროტესტო აქციები, მოქალაქეები ხედავენ პირდაპირ საფრთხეს ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის, დამოუკიდებლობის დაკარგვის, მაშინ როცა ოცნების არალეგიტიმური და ანტიკონსტიტუციური მთავრობა კეტავს გზას ევროპისკენ და მოქალაქეები ხედავენ საფრთხეს, თუ რა შეიძლება ელოდეს ქვეყანას დასავლელი და ევროპელი პარტნიორების და მეგობრების გარეშე აგრესორი რუსეთის პირისპირ, ასე რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნები არის უცვლელი თავისუფლება სინდისის პატიმრებს, ასევე ხელახლა არჩევნების ჩატარება, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა. მოთხოვნებით გრძელდება ეს საპროტესტო აქციები, მათ შორის ბათუმში. ეს უკვე 293 დღეა, როცა მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში ამ უწყლოდ საპროტესტო აქციებზე. მოდით ბოლო მოვლენებზე გავისაუბროთ ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებს. მოდი მალხაზი რემაძეს გავისაუბრები. გამარჯობა ბალხა, საღამოშიდობისა შეიძლება ერთი წუთი ვიდრე გაგესაუბროთ. დაპატიმრებების ახალი სერია წამოიწყო ივანიშვილმა და ქართული ოცნების არალეგიტიმურმა მთავრობამ, იგივე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც აკრებულა დღეს ასე მას შეუზღუდეს, არ ვიცი ნახეთ თუ არა ეს ახალი ამბავი, რომ მას შეუზღუდეს ორი თვით პაემინის უფლება, ანუ ვინმეს რომ შეხვდეს საპატრონო დაწესებულებაში ან საუბრების და გზავნილების უფლება შეუზღუდეს მას. ასევე ნახეთ ელენე ხოშტარია შემთხვევა, რომელიც დააკავეს, დააპატიმრეს კახიკალების ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო. რაზე მეტყველებს ეს? რა ეტაპზე ხა ივანიშვილის ოცნება? ანუ ეხა ლიდერებს იჭერს, მერე დაიჭერს შემდეგს და აქვს ეხა გაქვთ ყველას დაჭერს. გასაგებია, ანუ ჰაერის სულთის უფლებას თუ აძლევს, ეგეც გასაკვირია დიქტატორისგან საერთოდ. იმიტომ რომ ეხა ხედავთ, რომ დიქტატორი ხედავთ, რომ სოფლიოში ესე ხდება, დიქტატორები ესე იქცევიან. დიდიან ბანკროტზე. ეხა 150 მილიონზე იყო სახლიდან გამოვიდი ლაბარაკი, თუ ვიღაცამ ფული შემოიღო კორუფციაზე. ანუ კორუფციაზე იჭერენ თავიანთ ხალხს. მე 12 წლის მანძილზე კორუფციაზე ტელევიზიით არ გამიგია. ავიცი ახლა ვინმე მითხრას რა, შეიძლება ჩემი ტელევიზორი სხვა რამეს აჩვენებს. ვინმეს თუ აქვს ისე სხვანაირი ტელევიზორი არ ვიცი ახლა, ვინმეცაც ზოგჯერ გადავთხოვდა შოქში. ვებძვითო კორუფციაზე რა გლიკო ბაქიძე ამის მაგალითია ჯუანშერ ბურჭელაძის დაჭერაო. აი ხო ის რომ დაიჭირა ინვალიდი ადამიანი დაიჭირა თავისი პირველად აჩვენა მერი დაიჭირა თან ინვალიდი ადამიანის რომ მიადგა და კაცი ეძებუნება რომ გამომიშეთო არჩევნებზე ჯანმრთელობა. მეორე დაიჭირა და 8 შვილიანი მამა დაიჭირა.
ანუ ეს მიდგომაც რომ რაღაცა სასწაული მიდგომა აქვს და იწერე ხა თავისიანებს მიადგენ რომ ხალხში დათესო რომ კორუფცია ესე იგი კორუფცია ხდება თორე ახამდე არ იყო ეხლა დაიწყე დაჭერები და თავისიანებსაც დაიჭერენ და ეს დამიჭერენ ხალხო ეს ხო ერთჯერ ხوار დამიჭერეს ეს ყველა მიცის მაგრამ ყველაზე თავარი რაც არის ეს არის საზოგადოება რომელიც ჩვენ გარეთ ვართ დავდივართ ზოგი ავტობუსით ზოგი ველოსიპედით და ყველას არ ყავს ეს ჩიპები და ზემოდან არ უყურებთ ხალხს ხარებ ხალხს ანუ გვესმის ეს ყველაფერი და რავი ხედავთ რომ საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას შეიძლება ჩამოიყვანოს ბელარუსიდან ჩვენი კასკა აქ რო იყო ჩვენი ბატონი დავით ათაბეგაშვილი ხო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხო ბელარუსიაში პოლიციის ატაშე და მათაშევის უფროსი ირეკლი დგებუაძე გახდა ბათუმის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი საერთაშორისო იმაზე რომ დააწინაურებს ჩვენი დგებუაძე ხო საერთაშორისო ანუ საფრანგეთთან ურთიერთობა ამათ არ აქვს იმასთან ახლა ბელარუსთან ექნება ურთიერთობა იმიტომ დანაშაულს თავის მეგობრებთან გქონდეთ ურთიერთობები და ეს ყველაფერი დასრულდება იმიტომ რომ მე ხო პატარა ბიჭია ვარ, მე ხო ყველაფერი მახსოვს, აი ამ ქუჩაზე რო ვერ გავივლიდით და უნდა აგვიარა, ასლანაბაშის პერიოდი, ასლანის ხალხი ამბობს რომ ასლანიო, რა დიქტატორიო, ასლანიო კაცი იყო ამასთან შედარებით. ესე იძახის ხალხი და ნამდვილად უკვე უყურეთ მდგომარეობა ისეთია რომ სანატრელი არა, მაგრამ შედარება რო გავაკეთოთ, რა ვიცი. ეხლა არის კატასტროფული მდგომარეობა, ეხლა ყველა მაგალითს ვერ მოვიყვან, ერთადერთი მაგალითს მოვიყვან, ჩემს უთხეს, ჩემს ზემოაჭარას ვეთქვი, რომ მეგობრებო, რამდენი პროცენტი წველის ხელი ძროხას, რომელიც გერმანიაში, საფრანგეთში არც იციან ახალმა თაობამ კი არა და ჩემი ასაკის ხალხმა ხელით როგორ იწოლება ძროხა. ანუ არანაირი პირობები არ აქვს გლეხავს. გაიქცა ხალხი უცხოეთში. რავი, საბიდის დაჭერები ხაბეიშვილს. როგორ არის ციდან ადამიანი თუ რაღაც ემოციურად და უფრო აპროტესტებს დიქტატორი ყოველთვის იმას უფრო თავისი პროპაგანდისტული ტელევიზიის ეს იმედი როა და პოსტივი რა. აი ეს უფრო უკეთებს ანტიპიას, ასე რომ და აშუქებს რომ ამას ხავს ესეთი პიროვნება ესე და აშავებს ხალხთან რა და რომელიც შეიძლება ვიღაცა წინამთავრობიდან ნაწყენი იყოს და ისინი უყურებენ ისე რომ ეს ადამიანი რა ცუდია რა იმიტომ რომ წინამთავრობაზე რაღაცაზე ნაწყენია და უყურებენ ამაზე ხა ჩვენ მე რო დამიჭირეს ზიას დაიჭირეს იმ დღეს პირველი ელენემ ჩამოვიდა პირველი ელენე ხოშტარია და რუსეთიდან რომ ფულებს იმაშებოდა მე ესე უთხრე ხა რუსეთს თუ ფულებს აფროს ვიღაცა მომცე საშუალება და მეც წავართვე ფულებს დიდი სიამოვნებით სხვადასხვა ამით ეხა ადამიანის გაშვება და ზოგი ამბობს რომ ის არის რა ქვია გასუქებული ადამიანის ჯერ როგორ შეიძლება ქრისტიანობაზე რო დებენ თავს ადამიანის ესეთი შეფასებით როგორ შეიძლება განწოდა ხალხი გააბოროტეს ძმა ძმას დააკავშიროს საიდან მოხდა ეს ხო ამისთვის ხალხი შერიგდება ყველა დაივიწყებს ამას და აუცილებლად საქართველოს გაწყინდება საქართველოს იქნება თავისუფალი თუ არ იქნება თავისუფალი მე ჩემს თავთან ჩემი ოჯახის წევრები ყოველ ჩემი შვილი ყოველთვის იქნება მართალი რომ ჩვენ დიქტატურას. აი 4 ოქტომბერს რა მოლოდინი გაქვს და თუ არის სწორია ასეთი მოლოდინის გაჩენა რომ 4 ოქტომბერს დამთავრდება ივანიშვილის რეჟიმი და ჩვენ გადმოვიბარებთ ხელისუფლებაზე დღეს პატა ბუჭულაძე ამბობდა. სწორი არის თუ არა ასეთი მოლოდინის გაჩენა საზოგადოებაში. ანუ 4 ოქტომბერი ახლა ერთ რამეს გეტყვით რა. აი რატო უნდა ეშინოდეთ და რატო უნდა იყოს თხილად ის აი პოლიციელები რომლებიც ახალგაზრდა ბიჭები არიან და არ ახსოვს შეიძლება ასალავაშიც წასვლა. რატო უნდა იყოს თხილად? შეიძლება ხა აჯერებენ რომ ყველაფერი კარგად იქნება და დიქტატორი ვარ და ყველას კისერს მომტეხავ რა. ესე შეიძლება აფიქრებინებდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც ხედავ, ნაციონალური რომ ხაბეიშვილმა გააკეთა ყველაზე დიდი აქცენტი და თვითონ ამბობს რომ მე არაფერ შვაში ვარ, მე ვიძახი, მაგრამ ყველამ ერთად დავდგეთ. და დავივიწყოთ ერთმანეთ და რა დღეში ვარ კი ვხედავთ, ხო, ასე რომ აი ჩვენ ანუ ვისწავლიდა ნაციონალურ პარტიას, ვინც აგინებს, ლანძღავს, ვინც ოპოზიციაშია, მაგრამ ლანძღავს. ბევრი ვინახავს ახლა ოპოზიციაში და არ მოწონს ახლა ყველა სხვა შეიძლება რომ მოსწონდეს მანდამაინც ბიზინა ივანიშვილი მანდამაინც სააკაშვილი მანდამაინც შევანაძე შეიძლება ვიღაცას ის აზრია სხვადასხვა აზრია ჩვენთან არ არის ეს რომ ასე როცა აძლევენ ხალხს რაღაც ხო ანუ ნეტავ გაძლევდნენ და რა ვისწავლიდა ანუ ის ადამიანები რომლებიც არიან განწყობილი ყველა იქნების 40 აი მართლა გეუნები 51 ვისაც ეცვა მაისურები მე ბევრთან მაქვს შეხება ძალიან ბევრთან მაქვს ქალაქში ყოველ დღე შეხება ეს კარგად იციან ჩემი პროფესიონალი აი ის ადამიანების ამბობი განაწყენიანებულია ხალხი ამიტომ როდესაც ადამიანი არის ასე რომ ვთქვა დაბნეული ის უფრო მეტად უფრო მოქმედია მეტად უფრო გაფრაზებული მეტად ეს ერთი წელი ადამიანი ითმეს
და ამიტომ ის ფარები და ეს კასკები და რაღაცები შეიძლება და ის შეიძლება ტყვიები უფრო მეტად ისრულ თვალები და ათხანონ თუ რაღაც, მაგრამ იმ ხელა ტალღა წამოვა თუ ეს გაბედა ვინმე და არ ამგონი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ფიქრობს, რომ უკვე თავის ხალხმა გაყიდა და ჩააბარებს შემდეგ კოალიციურ მთავრობას, რომელშიც სხვადასხვა პარტიები იქნება. ბევრი ახამოს იქ ნაციონალები ან რაღაცა ჩაუსახა, ხო, იმედის ართმა იმუშავა ამ ხალხზე, რომ ნაციები არიან, ნაციები არ აქვს, ბევრი პარტია, რომელიც სქთაგულით არის ახალგაზრდები და ახალგაზრდები ისე საუბრობენ, მე ახლა აქ უნდა ვილაპარაკო, ისინი საუბრობდნენ ისეთი განათლებული ახალგაზრდები. და ესეთი ადამიანები მოვლენ, ჩაუდგებიან სათავეს. და ამას ვიღაც დიდი პოლიტიკოსები იცავენ, ყველა მოილაპარაკებს და ჩემი აზრით მოხდება გარიგება. მოხდება გარიგება, თუ არა და ძალიან თქვენავთ რომ იძულებული ხდება ივანიშვილი რომ დაატოვოს როგორც ასლანაბაძის დაულებეს ჩამოვიდა და წაიყვანა მოსკოვის მერმა რა ისე მაგრამ შეიძლება რომ დაერეთყობა ეს ხომ ის ჩანს რომ იყენებს რეპრესიულ მეთოდებს ამკაცრებს კანონებს აკავებს ადამიანებს ხელში აქვს ეს ძალაუფლება, ანუ პოლიცია, პროკურატურა, მოლაპარაკება, სანამ მოლაპარაკება მოხდება, მანამდე ხიდების აფეთქება მახსოვს ეს რაღაცები ხა ეს მარტო ჩვენ ახლა ისტორიულადაც არის ქვეყნებშიც მოხდა. ჩემი აზრით შესაძლებელია ნუ ეხა ცუდი ვერსია რო ვთქვა, შესაძლებელია ხალხი გატეხოს რაღაც ნაწილი, მაგრამ ხელი თუ დააკარა ვინმე, ახლა 200,000 კაცი ხო გამოვა. შეიძლება ახლა პოსტივი აჩვენოს რომ 50,000 კაცი გადის და 20 კაცი გადის. მაგრამ რეალობაში ვთქვათ რა, რეალურად ვფიქრობ 200,000 კაცი გავიდა, თუ კიდე 100,000. დაიშალა, როცა ქართველი ხედავს, აი ბათუმში, მithumedes თბილისს რო უტყავს ვიღაცას ხელს, როგორც მაშინ რო დასისხლა ხალხი. აი ესე რომ ეგ უცებ გამოდის ტალღა. ან თქვენ მოლდინარე შეიძლება 4 ოქტომბერს არ დამთავრდეს ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ აუცილებლად მიდის დასასრულისკენ ივანიშვილის მარცხნისკენ მიდის ივანიშვილი. ეს ეტაპობრივად ხდება ამ ყველაფრის ის ხო? დანაშაულები რამე წავიდა წინ? რამე გაკეთდა? გონიოში არაბები ჩამოყავდათ? არაფერი. და ესე ხდებოდა. ბავშვობიდან ესე მესმის. რომელმა მთავრობამ დაპირდა და ის შეუსრულო არის მთავრობები, რომლებიც პირდებიან და ასრულებენ და ნაწილს შეცდომებს უშვებენ, მაგრამ არის მთავრობები, რომლებიც საერთოდ ვერაფერს აკეთებენ და პირიქით აზიანებენ ბებს. ახლა გასაგებია რომ რუსეთია ყველაზე დიდი პრობლემა და რა ვიცი ნახოთ თავისუფლება გმირებს, თავისუფლება პოლიტიკოსებს, თავისუფლება პოლიტიკოსებს, თავისუფლება ყველას, აბსოლუტურად მზიას, თავისუფლება უმაგრეს აჭარელ ხალხს, რომელიც არის ერთ-ერთი ჩვენი ქვეყნის ესე რომ ვთქვათ ისტორიას დარჩება ეს ყველაფერი ამ ადამიანების გმირობა რა ესე რომ ვთქვათ და ნახოთ ჩაივლის ეს კომუნიზმი ჩაივლის ახალგაზრდობა გამოფხიზდება ახალგაზრდობა მიხდება რასაც არის საქმე რომლებიც ხდებიან მაგრამ რაღაც მომენტში იმ ლექტორებმა იმ პროფესორებმა რომლებიც არიან კომუნისტები გაგებით სული შიშარა კომუნისტები აი ისინი უსახავენ რაღაც ნაწილს და პირდებიან რაღაცებს მაგრამ გამოფხიზდება აუცილებლად დიდი მადლობა ეს მალხაზ ზირემაძე იყო პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე მე აქ ვსაკითხავ ბოლო ახალ ამბავს პროკურატურის ინფორმაციით დააკავეს პირი რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად 24 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია შეძლო აი ამოდენობის თანხის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაზე ლაპარაკი უცხების ცნობი დანაშაულებრივი ჯგუფი 2022-2024 წლებში მოქმედებდა დაკავებულებთან წინასწარი შეთანხმებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ასეთია პროკურატურის ვერსია და მე ამ ვერსიას გიკითხავთ სისტემატურად უზრუნველყოფდნენ ისინი საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმოების უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას ვალუტის გადამცემ პუნქტში მიწოდებას
შეგიძლიათ ნახოთ დეტალები ამ ინფორმაციის შესახებ ნეტგაზეთზე. პროკურატურაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ატარებენ. ეს პროევროპული საპროტესტო აქცია ბათუმში თქვენ მას ადვენებთ თვალს 293 საღამო, როცა მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში აი მოწყვეტ საპროტესტო აქციაზე და არაპირებენ ამ პროტესტის შეჩერებას, მაშინ როცა ივანიშვილის არლეგიტიმური მთავრობა აპირებს ქვეყანაში რომ დაამყაროს დიქტატურა და ჩაკეტოს ამ ქვეყნის გზები ევროპისკენ. მოქალაქეების განაცხადი ამ დროს არის ძალიან ხმამაღალი და მკაფე, რომ ისინი არაპირებენ ამ ბრძოლის შეწყვეტას. თუკი არ ჩატარდება ქვეყანაში დემოკრატიული სამართლიანი არჩევნები და არ გადადგება არლეგიტიმური მთავრობა, ხოლო პირველი მოთხოვნა და უმთავრესი მოთხოვნა საპროტესტო აქციების არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. მინდა გავისაუბრო მახას ჭკარდუას ხედავ აქ სამოქალაქო აქტივის ამ სამოქალაქო წინამორბედის ერთ-ერთ აქტივისტის ახალ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი და ასევე გახლავთ ერთ-ერთი კერძო სკოლის ბათუმში ევროლიცეუმის თანამშრომელი. მას მოუხდა ამ სკოლის დატოვება, მე მინდა გავისაუბრო მას ამ დეტალებზე, რის გამო მოუხდა მახას ჭკარდუას სკოლის დატოვება. აქაც გამოჩნდა პოლიტიკური мотиваცია და ჩარევა პარტიული, რომელსაც როგორც ჩანს სკოლის ადმინისტრაციამ გაუწია ანგარიში და დაეთხოვა მასწავლებლებს, რომელიც სამოქალაქო განათლებას ასწავლიდა ბავშვებს ევროლიცეუმში. საღამოშიდობის ამ მალხას ბოდიში გაწყვეტინებთ საუბარს, შეიძლება რომ გაგესაუბროთ? გამარჯობა ჯავ. გამარჯობა ბალხას, მოკლედ მინდა რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს ის რა მოხდა ევროლიცეუმში და დეტალებზე შეუძლია ნახოს ჩვენმა მაყურებელმა ბათუმელების ზოგიერთ თქვენი საუბრობდით, მაგრამ ლაივის მეშვეობითაც რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს, რის გამო მოგიხდა თქვენ ამ სკოლის დატოვება? 2 წლის განმავლობაში, რაც მე მათთან ვიყავ მასწავლებელი, მქონდა პირობა, რომ ჩემს აკადემიურ საქმიანობაში ადმინისტრაცია არჩევა. და რომც, ასე ვთქვათ, ყოველთვის ღია ვიყავი, რა მასალებს ეს იყო სამოქალაქო განათლება, ხო? სამოქალაქო განათლების სწავლებაში ვიყენებდი, რა თქმა უნდა, ცხადია, სამინისტროს მიერ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს და ცხადია იმ რესურსებს, რომელსაც მე მოვიძიე. ამ რესურსებს ვაგზავნილი ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით და ნებისმიერ დროს შეეძლო ნებისმიერ ადმინისტრაციის თანამშრომელს, დირექტორს, დირექტორებს, მშობელს ენახავ თქვათ რა მასალებით ვასწავლებ. ამ სრულად გამჭვირვალე, ასე ვთქვათ, პროცესი. ამავდროულად ჩვენ სკოლაში არის ხოლმე პრაქტიკად, რომ როგორც წესი მასწავლებლები ვესწრებით ხოლმე ერთმანეთს დაკვეთილებს, იმიტომ რომ ვთქვათ რაღაცა ტიპის მიდგომა, რაც გვაინტერესებს სხვა მასწავლებელისგან ჩვენს გადმოვიტანოთ, ვიღაცამ ჩვენგან ისწავლოს და ასე შემდეგ. ეს იყო აბსოლუტურად ცოცხალი პროცესი. სკოლისგან ვითხოვდი ბოლო ქვენახების განმავლობაში ჩემთვის ახსნა განმარტება მოიწოდებინა თუ რატომ ჩამხსდეს კონკრეტული კლასი. ანუ გითხრათ რომ კონკრეტულ კლასში აღარ შეხვდა. ამ კონკრეტულ კლასში ანუ სხვა კლასში შეგიძლიათ შეხვიდეთ, ანუ ესეთი იყო მათი პირობა. სხვა კლასებში შეგვიძლია შეხვიდეთ, არამედ კიდევ დამატებით 8 საათს მოგცემთ და დაიტვირთებით რა ჩვენ სკოლაში და როცა დავინტერესდით იმაგამ რატომ არ მიშვით კონკრეტულად ამ კლასში, თუ არის პრობლემა თქვათ სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით, შინაარსთან დაკავშირებით, ან იქნება არაეთიკურად მიცემი მოსწავლეებთან, თქვათ ეს თუ არის პრობლემა, მაშინ სხვა კლასებში რატომ მიშვით? და რაც პრობლემა არის, მე რეალურად რა პრობლემაც იყო, ამაზე ახსნა განმარტება ვერ მივიღე, თქვენ ახევარი პრაქტიკულად ასე გავიდა. საბოლოო ჯამში, როცა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთანაც ვითხოვე, რომ გააკეთებინათ განმარტება ამაზე, თქვენს რომ დირექტორებთან უნდა ვისაუბროთ. კი ბატონო, მივედი ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო როგორც მოგაცემებად გუშინ წინ და ბუნებრივია დავინტერესდი დირექტორებთან შეხვედრით, ხო? მივედი, თუ ყველა ადმინისტრაციის წარმომადგენელი იქ იყო, მithქვა, რომ ჩვენ ძალიან გვინდა თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელება, რომ ასეული კადრი ხართ ჩვენთვის, მაგრამ ნუ მშობლების ჩივილია იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლაში თქვენი მხრიდან შეიძლება იყოს პოლიტიკური დისკრიმინაცია და ჩვენ სკოლაში ვერავიდან პოლიტიკურ და რელიგიურ დისკრიმინაციას და მე ვთქვი, არსებობს რამე ფაქტი ან კონკრეტული ჩივილი, ვისთან დაკავშირებით მოხდა ეს, იმიტომ რომ ამ ხელა ბრალდებას რომ იყენებთ როგორც მასწავლებელს, მინიმუმ ეს მოკვლევის საფუძველი მაინც უნდა გამختارიყო, იმიტომ რომ მე ასე გავაკეთებ სკოლის მენეჯმენტში რო ვიყო, თუ ვიღაცას ბრალს დებენ მასწავლებლის მხრიდან
ბავშვის მიმართ რელიგიურ ან პოლიტიკურ დისკრიმინაციაში, მაშინ ეს ამბავი უნდა გაიჩეს. ვალდებულებას აქვს სხვა ადმინისტრაციას, რომ საქმის წარმოება დაიწყოს. საქმის წარმოების თემა ასევე ნებისმიერი სხვა რა. მეთქი მაინტერესებს ვისგან არის ეს ამბავი. დირექტორმა თქვა ასეთი რამე, თვითონ მასაც არავინ არ უჯერებს და ძალიან სანდოობა დაკარგულია, მაგრამ თქვა შემდგომ კონკრეტული მშობლის სახელი და გვარი, რომელიც არის ქართული ოცნების მაღალჩინოსანი აჭარაში და მისი მითითება თუ მისი მოთხოვნა არის რომ და შესაბამისად მე მიწევს ამ მოთხოვნის გათვალისწინება. ვინ არის ამას არ დაასახელებს, რადგანაც ეს ეხება ბავშვს და ამიტომაც ხო ეხება მე სოციალურ გაზიარებულ პოსტებში არც ყველას არ მithkom და არც ვაპირებ ამაზე ვილაპარაკო ამ ფორმატში. მაგრამ ეს უკვე დაგიდასტურეს სკოლის ადმინისტრაციაში რომ უკავშირდებოდა ამ თანამდებობის პირის ქართული ოცნების აღდგენის მოთხოვნას. კი. თქვენ არ უნდა წაგეკითხათ ასე ვთქვათ, არ უნდა ჩაგეტრებოდეთ გაკვეთილი კონკრეტულ გვარში, ხო? ხო, თქვენს ასეთი რამ რაღაცნაირად შფოთავენ იმაზე რომ გარკვეულწილად შეიძლება პოლიტიკურად ვავიწროვებდე ვინმე შვილს, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მე მგონია რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება დისკრიმინაციას ვებრძვი და პირიქით ამ კლასში როდესაც ერთხელ ითქვა რომ კონკრეტული ბავშვი არის ამ ადამიანის შვილი და თითი გაიშვირეს ამ ბავშვისკენ, მე ვთქვი რომ არ შეიძლება ამის გაკეთება. საერთოდ არ არის საინტერესო ვინ ვისი შვილი ხართ, ჩემთვის ყველა ერთი ხართ და მე მგონია რომ ყველას სამართლიანად და ერთნაირად გექცევთ. ამაში კლასი დამეთანხმა და ვთხოვე რომ მსგავსი ხელის გაშვერა არ განმეორდეს, იმიტომ რომ არ შეიძლება ასე. ამ საუბრის განმავლობაში ამის მერე რაც დასახელდა ეს სახელი და გვარი, ვინაობა კონკრეტული მაღალჩინოსნის. მე ვთქვი რომ მე ვიცოდი რომ ეს ადამიანი ეს იქნებოდა, იმიტომ რომ ამ ადამიანმა როგორც კი გაიგო, ყოველ შემთხვევაში მას მერე რაც გაიგო რომ მე მისი შვილის მასწავლებელი ვყავი, დამირეკა ტელეფონზე დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ, სრულიად გაუგებარი ზარი, თითქოს ეცადა რომ ჩემთან მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი უკანონო მშენებლობაში და გარკვეულ სავარაუდო კორუფციულ გარემოებში ვამხილეთ. მაგრამ მერწმუნოს აუდიტორია რომ მე მალხაშკადუას როგორც მკვლევარს არანაირი გავლენა არ მოხდენია მალხაშკადუაზე როგორც მასწავლებელზე. მისი შვილი არაზოს არ ყოფილა ჩემგან რაიმე ტიპის სხვაგვარი არასათანადო არაპროფესიული მოქცევის ობიექტი. შეუძლებელია ასეთი რამ, იმიტომ რომ აწარმოუდგენელია ეს იქნებოდა არაეთიკური, არაპროფესიული, არაადამიანური და ყოველად არა. მე უთხარი ამ საუბრის ზარის შესახებ, შინაარსის შესახებ და მეთქი თქვენ გამოდის რომ პოლიტიკურ კონიუნქტურას, პოლიტიკურ დაკვეთას და თქვენი გადასახადის გადამხდელი მშობლის პოზიციას უფრო ითვალისწინებთ, ვიდრე საკუთარი თანამშრომლის ინტერესს და უფლებას. ის გათვალისწინებით რომ 2 წლის წინ მეუბნებოდი და მთელი ამ დღის განმავლობაში ჩემს შინაარსში ვერავინ ჩაერევა. რატომ მეტყვით მეთქი რომ როგორ ვილაპარაკო სამოქალაქო განათლებაზე, დემოკრატიაზე, საჯარო მმართველობაზე, ბათუმელების, აიფაქტის, სტუდია მონიტორის სხვა კრიტიკული, ნამდვილი, რეალური დამოკიდებელი მედიების მასალების გარეშე, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე ათენის მაგალითის გარეშე, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე კარგი პუბლიცისტიკის გარეშე, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე საფრანგეთის რევოლუციის გარეშე, ყველა იმ პროცესის გარეშე, რომელიც პრაქტიკულად ქმნის თანამედროვე დემოკრატიას, ხო? თუ ვიღაცა თანამედროვე კორუფციულ კვლევებში აღმოაჩენს საკუთარი ოჯახის წევრს, ასე ვთქვათ, აუდიტორია იქნება თუ კლასი იქნება, ის ჩემგან დამოკიდებელი ამბავია. მე არაზოს არ დამისახელებია არც ამ ბავშვის კლასში და არც სხვა კლასებში, რომ ეს თანამდებობის პირი. შეიძლება და მე ვლაპარაკობ თორნიკერიშვაძეზე, როგორც არც ისე კარგი და არადემოკრატიული ბავშვზე, მაგრამ და ისიც იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი თორნიკერიშვაძეს შვილი არის და ჩემს კლასში, მაგრამ არაზოს არ ვლაპარაკებდი ამ თანამდებობის პირს. უთხარი დირექტორებს ასეთი რამ. თქვენ ფაქტია რომ პოლიტიკურ კონიუნქტურას ითვალისწინებთ, დიდ საქმეს ემსახურებით, განათლებას 25 წელია შესანიშნავ სკოლას მართავთ და მესმის შეიძლება ვიგებდე რაღაცების გათვალისწინება გიწევთ, მაგრამ ამგვარი დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელია. ამიტომ გაქვთ ახლა ორი არჩევანი და მეც იგივე არჩევანი. ან მიშვებთ ამ კლასში, ისევ როგორც ვიმსახურებ და როგორც ჩაფიქრებული იყო წლის ბოლოს, წინა წლის აკადემიის წლის ბოლოს, ან მე მივდივარ სკოლიდან, იმიტომ რომ
პრაქტიკულად არ ვიტოვებ სხვა გამოსავალს. მე თუ პოლიტიკოსის მიერ დარეკილი თუ მიწერილი თუ მითითებული დირექტივის თანახმად უნდა ვიმოქმედო სკოლაში, მაშინ სად არის აკადემიური თავისუფლება, სად არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, სად არის ის ყველაზე წმინდა რამ, რომელიც ეფუძნება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობას. ეს არის სოდნის გამოცდილების გაზიარების ძალიან წმინდა ბაზისი. სანდოობა და მიუკერძოება, ხო? და ამის შემდეგაც გონი არნერი განმარტება არ გაუკეთებია ამ სკოლის ადმინისტრაციას და არნერი გადაწყვეტილებაც არ მიუღია, ხო? არ დაგიძახოთ, ის არ გადაგიმოწმებიათ ფაქტი, არ გიცდიათ, რომ მეორე მხარისთვის მოგესპინათ და ასე დაუცველი დატოვეთ საკუთარი მასწავლებელი და შესაბამისად, რადგანაც პოლიტიკოსის და თქვენი მოსწავლის მშობლის პოზიცია უფრო რადგანაც ღირებულია, მაშინ ჩემი ადგილი ამ სკოლაში არ არის. დავუმშვიდობე სკოლას და ხვალ ვაპირებ, რომ ოფიციალური განცხადება გაუგზავნო წამოსვლის შესახებ და დავურთო 3 ელექტრონული რესურსი PDF ფაილში. ეს არის პირველი, ეს იქნება აკაკი ბაქრაძის მწერლობის მოთვინიერება, მეორე ეს იქნება ვაცლავ ხაველის ძალაუძალოთა და მესამე ეს იქნება ნინო ლომიძის შესანიშნავი წერილი ნაძრახი კაცი. მე ვუჩევ სკოლის ადმინისტრაციას გაეცნონ სამივე ნაწარმოებს, ძალიან კარგად ამოიკითხონ როგორ მუშაობდა ავტორიტარიზმი და დიქტატურა საბჭოთა კავშირში და როგორ ძლავრობდა მწერლობასა და განათლების სისტემაში ასე ვთქვათ ფარისეველი მედროვე სისტემის ადამიანები როგორ ძლავრობდნენ და როგორ პრაქტიკულად გარყვნეს და გააფუჭეს საზოგადოებრივი ცნობიერება. მეორე წიგნში ვაცლავ ხაველის წიგნში ძალიან კარგად წაიკითხავენ იმის შესახებ თუ რა შეუძლია თითქოს უძალოთა ძალას, როგორ შეუძლია ხალხს რომ ძალიან დიდი ცვლილებები მოახდინოს. პროცესინი აბა რომ მერე შემიძლია, ხო? ან მერე შემიძლია მექნა. და მესამე წიგნი, მესამე პუბლიცისტური ნაწარმოები, ნაძრახი კაცი არის ასე ვთქვათ ცდელობა ქართულ პუბლიცისტიკაში, პირველი სერიოზული ცდელობა, სახელი დაარქვა საკუთარი მშობლის, საკუთარი წინაპრის ცუდ საქციელს ტოტალიტარულ სისტემაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამივე რესურსი სკოლის ადმინისტრაციასაც ისევე გამოადგება, როგორც ჩემს მოსწავლეებს. მე ვაპირებდი სამივე წიგნი, სამივე ეს ნაწარმოები განმეხილა შაბათის საკვირაო სკოლაში, რომელსაც ერქმეოდა დოკუმენტალისტიკის საკვირაო სკოლა, სადაც შერჩეული იქნებოდნენ მოსწავლეები და განვიხილავდით პუბლიცისტიკას, განვიხილავდით დოკუმენტალისტიკას. რადგანაც არ მაძლევს სკოლა ამის საშუალებას და პრაქტიკულად მითხრა რომ აღარ ვჭირდები, ამიტომაც ამ გზით ვეცდები ჩემს განცხადებასთან ერთად მათ ელექტრონულ ბიბლიოთეკას შეემატოს ეს 3 ღირსშესანიშნავი ნაწარმოები, იქნებ რაღაცნაირად მერე სადღაც ცხოვრების რაღაც მონაკვეთში კათარზისულად გადავიკვეთოთ ერთმანეთს. რა საჩვენებს ეს შემთხვევა თქვენთვის? როგორ შეიძლება ეს დავასათაუროთ? რა შემთხვევა ეს? ანუ აირჩია მარტივად კონფორმიზმის გზა სკოლა-ლიცეუმმა, ევროლიცეუმმა? პირველი ეს არის სკოლების პოლიტიზირების აშკარა მაგალითი, უკვე კერძო სკოლებისაც. მეორე ეს არის პერსონალური არჩევანის საკითხი ადამიანების მხრიდან და მესამე რომ ყველას სულს გამარჯვებულის ყველას თითქმის სულს გამარჯვებულის მხარეს ყოფნა იმას ვისთანაც არის ძალაუფლება ხელში. მიუხედავად იმისა როგორია ვინ არის გამარჯვებული და ვინ იტაცებს ამ ძალაუფლებას. იცით რა? ხშირად მოიხსენიებენ მასწავლებლებს როგორც ყველაზე ძლიერ ძალას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დროს. ეს მართალია, იმიტომ რომ მასწავლებელი ყველაზე არა არჩევნებში ეს გვინახავს, როგორ იყენებენ მასწავლებლებს, ხო. ზოგიერთმა კოლეგამ მომწერა, რომ არ უნდა წავსულიყავი, რომ მეთოდები უნდა გამომენახა, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ჯარისკაცები ვიცი მე ამ ბრძოლაში ჯარისკაცები ვარ, მაგრამ როცა სარდლობა არ უსმენს ჯარისკაცს და როცა სარდლობა იღებს არასწორ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა ბევრი იყოს ეს ჯარისკაცი ამას მაინც ვერ მოგვიგებს. სარდლობა თუ იღებს არასწორ გადაწყვეტილებას და ის პრაქტიკულად ასე ვთქვათ საკუთარ სტრატეგიაში უშვებს ამ სიმსივნეს, რომელსაც ქვია პარტიული ვერტიკალი და პარტიული დავლენა, იქ შეუძლებელია ჩვენ გავზარდოთ მოქალაქეები. ჩვენ კარგ შემთხვევაში გავზრდით კონსიუმერებს, მომხმარებელ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ მიღებული ინფორმაციის გადამუშავებით, მოხმარებით იქნებიან დაკავებული და კრიტიკული ანალიზის განშორს. მოქალაქეობა კიდე არ არსებობს კრიტიკული ანალიზის გარეშე. შეიძლება ეს კრიტიკული ანალიზი და სკოლის ამოცანაც ეს არის და მიზანიც, ხო? ცხოვრებისთვის, სკოლისთვის არ არის კრიტიკული აზროვნებისთვის შეამზადოს ბავშვი. შეიძლება ეს აზროვნება იყოს მტკივნეული, მაგრამ სხვაგვარად არ იბადება პიროვნება.
და ჩვენ თუ გვინდა მხოლოდ ინგლისურისა და გერმანულის მცოდნე ახალგაზრდები გავზარდოთ, რომლებიც ავტომატურად ჩაეწერებიან იმ საზოგადოებრივ წესრიგში, რაც მათ დახვდება და იქნებიან ასე ვთქვათ პოლიტიკურად იდიოტები, მაშინ დავანებოთ უნდა თავი განათლება. განათლება ეს არის. ეს არის რაღაცა მექანიზირებული, მაშინიზირებული რაღაცა პროცესი, რომლის მიზანი არის უბრალოდ გასცე დიპლომი, ატესტატი და შემდგომ გზა დაულოცო ფერადი ბუშტებისა და ტაშისკრის ფონზე მომავალ თაობას. მე არ მჯერა ასეთი განათლებას. და ამიტომაც დავამშვიდობე იმ სკოლას და იმედი მაქვს, რომ არ ვიცი, შეიძლება მათთვის ბიძგი იყოს რაღაცის გადაფასების, ან არც იყოს და ჩათვალონ, რომ აი რაღაცა ვერ გავუგეთ მე ჩვენ ამ ადამიანს და რაღაცაში შეცდა და მიბატონო ეს ყველა სხვა ჩვენი სიმართლე, მაგრამ არსებობს რაღაცა ობიექტური ჭეშმარიტება და მე ობიექტურ ჭეშმარიტებაში განათლება და კომპრომისი, განათლება და პირმოთხეობა, განათლება და პოლიტიკური კონიუნქტურა ვერ ჯდება ერთმანეთთან. ადამიანები ეწერებოდნენ რაღაცა იდეას და ძალიან მეუხერხულება ამაზე ამდენი საუბარი, მაშინ როცა ადამიანების ხედან პოლიტიკური პატიმრები არიან და სიცოცხლის გაღებისთვისაც კი მზად არიან სამშობლოსთვის, მაგრამ პრაქტიკულად ეს სამშობლო ამ გადაწყვეტილებებისგან იქმნება. და როდესაც შენ გაქვს 1300 თუ 1400 მოსწავლიანი სკოლის მართვის ამბიცია და გაქვს რესურსები რა, მე მგონია რომ ყველა ცოტა საკუთარ თავზე უნდა აუმაყობდეთ და რაღაცა საერთო მიზნებს ცოტა სხვა კუთხით უნდა შევხედოთ. ვიდრე კონკრეტული პოლიტიკოსის ზარი, თუმცა რომელსაც არ მოეწონა რომ მე როგორც მასწავლებელი ბევრს ლაპარაკობ თანამედროვე დემოკრატიის გამოწვევებზე მსოფლიოსა და საქართველოში. რანაირად უნდა ვისწავლებოდეს მაშინ სამეცნიერო განათლება სხვანაირად, მასწავლომ მე სწავლა პირიქით არ მეთაკილება და კიდევ ვაპირებ ჩავაბარო და კიდევ სხვა ხარისხები ავიღო, მაგრამ არც ერთი აკადემიური ხარისხი არ არის ადამიანების ხარისხზე მეტი. წარმატებას უშურებ ყველა ჩემს მოსწავლეს, განსაკუთრებით იმ მოსწავლეს, რომელიც სამწუხაროდ შეიძლება და უკეთეს გარემოში ყოფილიყო, მაგრამ ნუ ეს ყველას თავისი არჩევანი. განათლება სხვაგვარად არის. დიდი მადლობა. ეს მახაშკადვა იყო მასწავლებელი, რომელიც ასწავლიდა სამოქალაქო განათლებას კერძო სკოლაში ევროლიცეუმი და მოუხდა ამ სკოლის დატოვება და სწორედ ამისათვის გამარტავდა ეხლა მახაშკადვა თუ რატომ მოუხდა ამ სკოლის დატოვება, როგორც გაირკვა ამ სკოლაში დრეკავს ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ის არასახელებს ცხადია ამ პოლიტიკოსის თუ პოლიტიკოსი შეიძლება ეწოდოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლის ვინაობას, რადგანაც საქმე ეხება ბავშვს და მის ინტერესებს და მის ინტერესების დაცულობას და მან დაურეკა სკოლის ადმინისტრაციას, რომ ეს კონკრეტული მასწავლებელი მალხაშჭკადვა, რომელიც ცნობილია თავისი აქტივიზმით, ის არის ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი, ის არ უნდა ესწავლიდეს თავის შვილს სამოქალაქო განათლებას და ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ მალხაშჭკადვას ამ სკოლის ადმინისტრაციამ უთხრა, რომ კონკრეტულ სადაც ამ კონკრეტული თანამდებობის პირის შვილი სწავლობდა, არ უნდა შესულიყო გაკვეთილის ჩასატარებლად და შეეძლო აირჩია ნებისმიერი სხვა კლასი. და მალხაშჭკადვა გვიყვებოდა თუ თავის არგუმენტებს, თუ რატომაც დატოვა სკოლა ევროლიცეუმი. ეს არის პროევროპული საპროტესტო აქციების 293 საღამო მოქალაქეებით განენ ისევ ქუჩაში მოწყვეტ საპროტესტო აქციებზე და ითხოვენ პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, არალეგიტიმური მთავრობის გადადგომას და ხელახლა არჩევნების ჩატარებას დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. სწორედ ამ მოთხოვნებით გრძელდება ეს საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოდი გავისაუბროთ აქციის კიდევ ერთ მონაწილეს. ჯემელ, შეიძლება რომ გაგისაუბროთ? მოგეთ თქვენ დაკვირვებით ახლა რა ეტაპზეა ქართული ოცნება, მაშინ როცა 293 დღეა გრძელდება ქვეყანაში, უწყვეტად ეს საპროტესტო აქციები და ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ არ გაჩერდება ეს საპროტესტო ტალღა, ხო, ძალიან მტკიცედ ჩანს ეს განაცხადი, რომ ისინი არ შეეგუებიან ქვეყანას, რომელსაც ყარდება დიქტატურა, რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ყავს და რომელსაც გზას უკეტავენ ევროპისკენ. ამ დროს საპატიმრების ახალ სერიას იწყებს ქართული ოცნება, დღეს ცნობილი გახდა ასევე, რომ ლევან ხაბეიშვილი
შეუზღუდეს კონკრეტული უფლებები, თქვა პაემირის უფლება, ან სატელეფონო საუბრის უფლება 2 თვის განმავლობაში. დააკავეს ასევე ელენე ხოშტარიას აბსურდული მიზეზის გამო, რომ მან გააკეთა წარწერა ბანერზე, რაც ჭირდება გამოხატვის თავისუფლებაში და მაქსიმუმ შეიძლება ზიანის ანაზღაურების კუთხით ედავათ მის წინააღმდეგ და არავითარი ბრალეულობა მის ამოქმედებაში არ იკვეთება. თქვენ დაკვირვებით ხო რა ეტაპზე ვართ? ხო, ალბათ კიდე ბევრს დაგვიჭერენ, მაგრამ თავარი იდეა და თავარი აზრი ისთვისაც მე აქ როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე დავარ, ეს არის უკეთესი ქვეყნის შექმნა და უკეთეს ხალხთან, უკეთეს და უფრო პროგრესულ საზოგადოებასთან, ვიდრე იქ, სადაც ჩვენი მთავრობა დღეს მიგვაქვს. ცხოვრება, მეგობრობა, ეკონომიკური თუ სოციალური თუ რავი, საგანმანათლებლო ყველა კუთხით ურთიერთობა იმ ადამიანებთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან განვითარებაში. რაც შეეხება ქართული ოცნება რასაკეთებს, ყველა ვიცით ასეთ მდგომარეობაში მყოფი მთავრობები რასაკეთებენ. თქვენი აზრით ახერხებს გაძლიერებას თუ პირიქით სუსტდება ახლა ეს რეჟიმი? ალბათ უფრო ნიშნებია იმისა, რომ სუსტდება, იმიტომ რომ ძლიერი ადამიანების დონეზე რო გამიხილოთ, სახელმწიფოც ერთგვარი ადამიანია, ხო? ძლიერი ადამიანი თუ ის საკუთარ თავს რაც წარმატებულად ფეხზე მყარად მდგარად თვლის, საერთოდ არ ჩაერევა, არ ხელყოფს მეორე ადამიანის სიტყვის გამოხატვის და ზოგადად ნებისმიერ ჯგუფის თავისუფლებას, ხო? შესაბამისად ქართულ ოცნებას პირდაპირ ეს ნიშნებია, რომ ეშინია თითოეული რაღაც წერტილის და იმ ადამიანის, რომელსაც შეუძლია სერიოზული წინააღმდეგობა მათ რაღაც ძალიან უაზრო იდეოლოგია, საქართველოსთვის უაზრო იდეოლოგია შეიძლება ეს ისეთ ქვეყნებში, როგორც რუსეთია ან ტიპის ქვეყნებში, სადაც საზოგადოებისთვის მიღებულია ძალადობა, არსებობს ადამიანის უფლებები და ამ ყველაფერზე ესე იგი დასტურია ქვედა მხარიდან თუ ზედა მხარიდან სახელმწიფოში, მაგრამ ჩვენთან ეს მიუღებელია. ამას ვერავინ ვერ მიიღებს უბრალოდ სახელმწიფო ამას და სახელმწიფო მეგულისხმობ ხალხი, იმიტომ რომ ამ ხალხს ასე არ უწყურია და არ იწყვეტს, ხო? 4 ოქტომბერთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ? რა იქნება 4 ოქტომბერს და რა უნდა იყოს? თქვენ როგორც ერთი მოქალაქე და ამ პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, რას თulit საჭიროთ? რა არის საჭირო? რის გაკეთება არის საჭირო? სამწუხაროდ რაც უნდა იყოს, ჯერჯერობით ვერ მივაქციეთ, მაგრამ ალბათ პირველი, რასაც ვისურვებდი, შეცვლა პოლიტიკური კურსის, შეცვლა იმ დამოკიდებულების სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, ზოგადად ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის მიმართ, რასაც დღეს ქართული ოცნება თავისი პოლიციით, სასამართლოთი, სხვადასხვა პროკურატურით და ასე შემდეგ ეწევა განსხვავებული აზრის, არა მარტო განსხვავებული აზრის, უკვე ისე მათი მომხრეების და ისეთი მომხრეების, რომლებსაც რავი მაგარ ბიჭებად ასაღებდნენ და მინისტრებად და რავი მოადგილეებად და ასე შემდეგ რა თანამდებობებზე არ ყავდა გამწესებული და განაწილებული, თურმე ფულის პლანგველები ყოფილან და რა ვიცი, ხო, ნუ ამ ყველაფერს რაღაც დასასრული უნდა გქონდეს. ფულის პლანგველია და საზიანოა და უღირსი ადამიანია, მაშინ ნუ სად მოყავს თანამდებობაზე როგორც მინისტრი. მაგრამ ვებრძვით კორუფციას ვერაკლი კობახიძე ამბობს, ამიტომაც დავაკავებთ ჯუანშორ ბურჭულაძეო, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრია. რაღაც მომენტში თვითონაც ამ პრინციპით თუ მიუდგება მთელი ქვეყანა და მithumetes ქართული ოცნება, მევა ისევ კობახიძემდე და მევა ივანიშვილამდე, რომ თურმე ესენი აქ ამ რაღაცა 2 წლის მერე, ხო, როგორც ხდება. აქ ამ მომენტში რაღაც სადღაც ვილა უყიდიათ, სადღაც რაღაცა სამსახურის მანქანა ბავშვი მიუყვანიათ იმაში, რა ქვია და რავი, ეს არ დამთავრდება ეს. კარგად უნდა ესმოდეთ წესით ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც და იმ ხალხს, ვინც უშუალოდ არის ჩართული რაღაც, რავი, კომისიებში თუ სადღაც ის სამწუხაროდ უკვე ისეთ მავნებლურ პრაქტიკაზე ზიანის ეს ქსელი ერთგვარი და ვინ ყველა ვიცით რანაირად იქნება ეს. მაგათი რა ვიცი გამოღწევა ამ ყველაფრისგან ცოტა რთულია. როგორ უნდა განვითარდეს ამ დროს, რა გზით უნდა იაროს წინააღმდეგობამ, რა ფორმები სჭირდება ამას და რა ფაქტორები სჭირდება მას, რომ აიძულოს
ივანიშვილის რეჟიმი რომ ან უკან დაიხიოს. უნებრივია პროტესტი. ჩვენ თუ დღეს არ გამოვხატავთ და ხვალ და 4 ოქტომბერს იქნება თუ სხვა პერიოდში იქნება, სანამ არ მივიღებთ შესაბამის შედეგს, რომელიც ქვეყანას გაანთავისუფლებს ამ ყველაფრისგან, რაც უკვე ვთქვი და მისცემს რაღაც პროგრესული განვითარების კურსს და სულას იქითკენ, აი რაღაცა არსებობს მიზანი, რომელიც გაცილებით უფრო მაღლა დგას ვიდრე ის ცხოვრების სტილია, რაც საბჭოთა ქვეყნებში სამწუხაროდ ისევ გვაქვს და ისევ წყაროა რუსეთი, ხო? სანამ ამ მიზანს არ მივახცევთ, რომ გავათავისუფლოთ ქვეყანა, წავიდეთ პროგრესისკენ, აზრი არ აქვს, რა ვიცი. პროტესტი იქნება ბუნებრივია მშვიდობიანი გზა, რომელიც ასეთ ისე გამოგიტავს და მოახერხებს ბოლოს და ბოლოს იმ რელსებზე დაყენებას ქვეყნის, რომელიც ქვეყანას შემდგომ. დიდი მადლობა. ეს ჯემალ საგინეძე იყო, მოქალაქე, თქვენ მოსუსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ასეთი გზავნილები გქონდა დღეს ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს. პროტესტის 293 საღამოს მოქალაქეები არიან ისევ ქუჩაში, ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან და ძალიან ხმამაღლა აფიქსირებენ სათქმელს, პირველ რიგში თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და უცვლელია მოთხოვნები ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და არ ლეგიტიმური მთავრობის გარდგომა. ეს მოთხოვნები არის აქტიური მან შემდეგ, რაც ივანიშვილის არ ლეგიტიმურმა მთავრობამ გასული წლის 28 ნოემბერს განაცხადა პრაქტიკულად ევროინტეგრაციის კურსის შეჩერების შესახებ, მაშინ როცა ირაკლი კობახიძე უცნობის არ ლეგიტიმური პრემიერი გამოვიდა და თქვა, რომ ევროკავშირის გაჭირვების შესახებ მოლაპარაკებები არის გადადებული 2028 წლის როდის განცხადება აღმოჩნდა პრინციპულად მიუღებელი საზოგადოებისთვის და მას შემდეგ გრძელდება უწყვეტი საპროტესტო აქციები, მათ შორის აქციაზე მოქალაქეები დგანან დღესაც 293 საღამოს. ასეთი იყო დღეს პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების გზავნილები ბათუმიდან. ეს უკვე ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები და ნეტგაზეთი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. მითხრობებით.